ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში არაერთი პროექტი დაიგეგმა. თანამშრომლობა მოიცავს საზოგადოების ინფორმატიულობის გაზრდას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ჩვენ განვახორციელებთ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს, ერთობლივს. ამ შემთხვევაში მაგალითად უახლოეს დღეებში დაგეგმილია უკვე პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც დაიწყება მარტვილში, სადაც ჩვენ ჩავიყვანთ იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ჯგუფს დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდას. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაათვალიერონ იქ ადგილმდებარეობა, ასევე მოისმინონ ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ურთიერთობების შესახებ ამ ინსტიტუტებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში განსაკუთრებული გამოწვევების გადალახვა მოუწიათ, ფლობდნენ სრულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო კურსის შესახებ და იცოდნენ თუ რა არის ამის სარგებელი და რატომ აირჩია ქვეყანამ ეს მიმართულება. დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, მომავალში მოიცავს უამრავ საინტერესო ღონისძიებას ახალგაზრდებისთვის. მაგალითად, ეხლა ვიწყებთ უკვე საქართველოს მთელი მასშტაბით 5 შეხვედრას ულამაზეს კუთხეებში. ეს იქნება ერთგვარი ექსკურსიაც ბავშვებისთვის, კულტურული სანახაობაც და შემეცნებითი ლექციაც, რომელსაც ისინი მოისმენენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ჯამში ამ ივლისი და აგვისტოს თვეში ჩვენ 300-მდე ბავშვს უმასპინძლებთ და ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი ევროპული არდადეგები გამოუვათ საქართველოში.